არ არსებობს ადამიანი, რომელიც უსამართლობის მსხვერპლი არასოდეს გამხდარა. ანუ ხშირია შემთხვევები, როდესაც უდანაშაულო ადამიანები ისჯებიან. ამ დროს თითოეულ მათგანში ჩნდება შეკითხვა, რატომ? მას არაფერი დაუშავებია და რატომ მოხდა ყველაფერი ასე, იმ დროს, როდესაც დამნაშავეები დაუსჯელები არიან. ყველა ჩვენგანმა იცის, რომ ღმერთი სამართლიანია და ქვეყანას მისი სამართალი მართავს. მაგრამ ძალიან ცოტამ თუ იცის, რატომ ისჯებიან უდანაშაულო ადამიანები და რატომ არიან ისინი უსამართლობის მსხვერპლნი. მათ არ იციან, როგორ მოქმედებს ღმერთის სამართალი. ასეთი ადამიანები მტრებად თვლიან ყველას, ვინც მათზე იძალა და ან დიდი უბედურება მოუტანა ცხოვრებაში. სინამდვილეში ადამიანს არანაირი მტერი არ ჰყავს. მისი ყველა უბედურების მიზეზი თავადაა და ასევე თავადვე შეუძლია ნებისმიერი უბედურების თავიდან აცილება მომავალში. უპირველეს ყოვლისა უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ვართ სული და არა სხეული. ჩვენი სული კი ღმერთის განუყოფელი პაწეწინა ნაწილაკია. ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ ვართ ღმერთის მოსაზღვრე ენერგიის ნაყოფები. ანუ ინდივიდები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ თავად წყვეტს იყოს ღვთისმოსავი თუ არა ღვთისმოსავი. ინდივიდუალობა მოიაზრებს სწორედ იმას, რომ სული თვითონ წყვეტს თუ რა სურს მას. ეს გადაწყვეტილება რომ მიიღოს, მასზე არის შეთავაზებული კარგიც და ცუდიც. ამიტომ ქვეყანაზე გაჩნდა სიკეთეც და ბოროტებაც. აქედან გამომდინარე, სწორედ ინდივიდები არიან მიზეზი ბოროტების გაჩენის, რათა მათ არჩევანის გაკეთების უფლება მიეცეთ. ინდივიდს ერთნაირი შანსი აქვს გააკეთოს არჩევანი სიკეთესა და ბოროტებას შორის, ღვთისმოსავსა და არაღვთისმოსავ ცხოვრებას შორის. თუმცა ხდება და არის შემთხვევები, როდესაც ინდივიდი ღვთისმოსავ ცხოვრებას არჩევნინებს არასწორ გზას და სწორედ ასეთი ინდივიდები ვართ ჩვენ ყველანი, რომლებიც დედამიწაზე ვართ მოვლენილნი. და არა მარტო დედამიწაზე. ყოველი ცოცხალი არსება, რომელიც ამ მატერიალურ სამყაროში ვცხოვრობთ. როდესაც ინდივიდი არასწორ გზას ირჩევს და შეცდომას უშვებს, ის მაშინვე ვარდება დაბადება სიკვდილის წრებრუნვაში. ეს ნიშნავს იმას, რომ ინდივიდი ვარდება მატერიალურ სამყაროში და ღებულობს 8,400,000 ცოცხალი არსების ფორმას. ადამიანის სხეული ყველაზე ფასეულია სხვა დანარჩენ ცოცხალ არსებათა შორის. ვინაიდან სწორედ ადამიანის სხეულში შეუძლია მან მიაღწიოს ღმერთს და შეიცნოს ის, მიენდოს უფალს, შეუყვარდეს ის და გადავიდეს ღმერთის სასუფეველში. როდესაც ადამიანი 8,400,000 ცოცხალი არსების წრებრუნვიდან მიაღწევს ადამიანის ფორმას, შემდეგ ის შეიძლება ერთჯერ, ორჯერ ან კიდევ რამდენიმეჯერ ადამიანად დაიბადოს. როდესაც სული ადამიანის ფორმას მიაღწევს და ადამიანის სხეულში დაიბადება, მას ეძლევა შანსი იცხოვროს ღვთისმოსავი საქმიანობით და აგრეთვე აქვს შესაძლებლობა მან სხვა გზაც აირჩიოს. თუ ადამიანი დიდად არ არის დაინტერესებული ღვთისმოსავი საქმიანობით, ანუ ღმერთთან დაბრუნებით, მისი გასამართლება ხანგრძლივდება. ვინაიდან მას ისევ და ისევ ახალი დაბადება მოუწევს ამ მატერიალურ სამყაროში. ამიტომ სრულიად მოსალოდნელია, რომ ამ ინდივიდმა თავისი დანაშაულებების გამო იმავე ცხოვრებაში ყველა შედეგი არ მიიღოს. ანუ უფრო მარტივად რომ ავხსნათ, ადამიანი, რომელიც ღვთისმოსავი საქმიანობით არ არის დაინტერესებული ადამიანის ფორმაში, ის მისი ყველა დანაშაულის შედეგს ამავე ცხოვრებაში, ანუ სიკვდილამდე არ ღებულობს. არ ისჯება ყველაფრისთვის, რაც მან ჩაიდინა. მის მიერ ჩადენილი დანაშაულებები კი, რომლის გამოც ჯერ არ დასჯილა, განაპირობებს მომავალ ცხოვრებაში არსებული სხეულის ბედისწერას. ეს იმას ნიშნავს, ყოველი ჩვენგანის სხეულის ფორმა
და ბედის მწერა განპირობებულია ჩვენს მიერ წინა ცხოვრებაში ჩადენილი კეთილშობილური თუ არაკეთილშობილური საქმიანობებით, რომლისთვისაც არ დავსჯილვართ მანამდე. სწორედ ჩვენს მიერ ჩადენილმა წინა ცხოვრებაში სწორმა თუ არასწორმა საქციელმა განაპირობა ჩვენი ახლანდელი ბედისწერა. ეს იმას ნიშნავს, რომ ინდივიდის მიერ წინა ცხოვრებაში ჩადენილი კეთილი თუ არაკეთილშობილური საქმიანობები გარკვეულწილად განაპირობებს მის ბედს ახლა. სწორედ ეს მიზეზი განაპირობებს იმას, რომ ინდივიდებს აქვს განსხვავებული ბედისწერა. მოულოდნელი ბედნიერებისა თუ უბედურების მიზეზიც სწორედ ეს არის. შეიძლება ზოგმა დიდხანს სიცოცხლოს, ზოგს კი სიცოცხლე ძალიან ადრე მოესწრაფოს. აქედან გამომდინარე, ადამიანის ცხოვრება შეიძლება შევადაროთ დამპალი ფიცრებისგან გადებულ ხიდს, რომელზეც აუცილებლად ყველამ უნდა გადაიაროს და არავინ იცის, ვის, სად და როდის ჩაუტყდება ის. ვინაიდან ადამიანის ბედისწერა განაპირობა თავად ამ ადამიანის მიერ ჩადენილმა მოქმედებებმა წინა ცხოვრებაში და ის ღმერთის მიერ არის დაწერილი, მისი შეცვლა არავის შეუძლია. და სწორედ ეს ბედისწერა მხოლოდ ღმერთმა იცის და მეტმა არავინ. თუმცა არსებობს ერთადერთი გზა, როდესაც ადამიანს ამ საკუთარი ბედისწერის შეცვლა შეუძლია. ეს გამოსავალი არის ღმერთზე მინდობა და მისი გამოყენების უფლება ნებისმიერ ინდივიდს აქვს. არ აქვს მნიშვნელობა თუ რა სახის ან რა რაოდენობის ცოდვა აქვს მას ჩადენილი. ვიდრე მოვისმენდეთ განმარტებას თუ რას ნიშნავს მინდობა, მოვისმინოთ თუ რა შედეგი მოაქვს ღმერთზე მინდობას. ღმერთზე მინდობილ სულს არავინ დასჯის არც იმ ცოდვების გამო, რომელიც წინა ცხოვრებაში ჩაიდინა და არ ახსოვს, და არც იმ ცოდვების გამო, რომელიც ახლა მინდობამდე ამ ცხოვრებაში ჩაიდინა. ამას თავად უფალი შრი კრიშნა პირდება ბჰაგავად გიტაში და ის არასოდეს ღალატობს თავის სიტყვას. ეხლა კი განვიხილოთ, რას ნიშნავს ღმერთზე მინდობა. ღმერთზე მინდობა ნიშნავს მისი ყველა სიდიადის აღიარებას, ღმერთის მიერ ადამიანისთვის დაწესებული მოვალეობების ჩათვლით. სინანულს იმის გამო, რომ ის ამ დაწესებულ მოვალეობებს აქამდე არ ასრულებდა და ასევე სურვილს და მცდელობას, რომ მან მომავალ ცხოვრებაში ღმერთის ცნობიერებით იცხოვროს. ამ სურვილის განხორციელებისთვის კი ღმერთისთვის დახმარების თხოვნას. ღმერთზე მინდობა ცნობიერების შეცვლაა. ეუბნები უფალს, ო ღმერთო დიდებულო, შენ ახარ ღმრთების უზენაესი პიროვნება და მე სრულიად გენდობი შენ. ამ სიტყვების დასრულებისთანავე ადამიანი თავისუფლდება მის მიერ ჩადენილი ყოველი ცოდვის რეაქციისგან. ანუ მას აღარავინ დასჯის წარსულში ჩადენილი ცოდვების გამო. მიეცემა საშუალება და მხარდაჭერა ღმერთისგან არაღვთისმიერი ცხოვრების წესი შეცვალოს ღვთისმოსავი ცხოვრების წესით. და ეს მოხდება თანდათან, დრო და დრო, უფლის დიდი მხარდაჭერით და დახმარების ხელის გამოწოდებით. ანუ ამის შემდეგ ადამიანი გადადის ღმერთის აბსოლუტური მფარველობის ქვეშ. რაშიც უპირველეს ყოვლისა მოიაზრება ის, რომ მას ხანგრძლივი სიცოცხლე ელოდება. გაუმჯობესდება აგრეთვე მისი ჯანმრთელობაც და მას მიეცემა ყველა პირობა, რომ ადამიანმა შეძლოს ღვთისმოსავი ცხოვრებით განაგრძოს მომავალი ცხოვრება. ღვთისმოსავი ცხოვრების პირველი ნაბიჯი არის უარის თქმა ყოველგვარ ძალადობაზე. გულწრფელი სინანული თუ რაიმე ძალადობას ჩადის ადამიანი და სურვილი, რომ მან შეძლოს, რომ ამ ძალადობაზე სამუდამოდ თქვას უარი. ადამიანის ბედნიერება იწყება მაშინ, როდესაც მასში ღვთისმოსავი ცხოვრების სურვილი გაჩნდება. ხოლო ღმერთის ყველა კანონის დაცვაში თავად უფალი ეხმარება ადამიანს.
ადამიანმა აგრეთვე გონებაში უნდა უარყოს და უნდა უთხრას არა აზარტულ თამაშებს, ალკოჰოლს და ყოველგვარ ინტოქსიკაციას, ყოველგვარ უკანონო ურთიერთობას, ასევე ისმინოს ღმერთის შესახებ და აუცილებლად დღის განმავლობაში დროის გარკვეული ნაწილი უნდა დაერთმოს ლოცვას. უფლის კანონების დაცვაში თავად უფალი გვეხმარება როგორც ჩვენი დიდი მეგობარი და კეთილის მსურველი. ასევე ის გვმფარველობს როგორც მამა ყოველგვარ განსაცდელში. ანუ კიდევ ერთხელ განვავრდები და ვიტყვი, რომ ასეთი ერთგული ღმერთის აბსოლუტური მფარველობის ქვეშაა. ამიტომ ღმერთის ერთგულები მინდობის შემდეგ გადადიან სტრესული მდგომარეობიდან ბედნიერ მშვიდ მდგომარეობაში და განიცდიან ისეთ ნეტარებას, რომლის აღწერაც სიტყვებით შეუძლებელია. უფალმა ჩაიტანიამ ადამიანებს მისცა მაჰამანტრა, რომელიც წმენს გულს, ათავისუფლებს ყოველგვარი ცოდისაგან და ღმერთის სიყვარულს ანვითარებს. ღმერთის სიყვარულის განვითარების შედეგად ადამიანს სულიელად ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე შეუძლია ღმერთის სამეფოში გადანაცვლება ამ სხეულის დატოვების შემდეგ. გთავაზობთ ამ მაჰამანტრას: ჰარე კრიშნა, კრიშნა კრიშნა, ჰარე ჰარე, ჰარე რამა, რამა რამა, ჰარე ჰარე. ამ მანტრის წარმოთქმა შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას და არ საჭიროებს რაიმე განსაკუთრებულ ძალისხმევას. ღმერთის ერთგული სამსახური ხელმისაწვდომია ყველასთვის. შეგიძლიათ ეს მანტრა წარმოსთქვათ სიტყვების სახით, ან შეგიძლიათ იმღეროთ კიდეც, მარტო ან მეგობრებთან, ახლობლებთან და ნებისმიერ ვინმე სხვა პიროვნებასთან ერთად. ეხლა კი გიტოვებთ ამ მშვენიერ მანტრას და შეგახსენებთ, რომ გახსოვდეთ, თქვენი ბედნიერება თქვენს ხელშია. ჰარე კრიშნა. Krishna
Krishna, Krishna Krishna